თითქმის 6 საათიანი გამოკითხვის ბოლოს ირაკლი გებუაძეს უკვე შეკითხვები თავად მზია ამაღლობელმა დაუსვა და შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნაწილი იყო ბოლო ნაწილი მზიას და ირაკლი გებუაძის პაექრობა. შეიძლება ასეთ შევაფასოთ. მზია ამაღლობელმა პირდაპირ კითხა ბათუმის პოლიციის უფროს თუ რა დაზიანება მიაყენა მან ისეთი, რომ ის იმსახურებს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. პასუხად კი გებუაძემ განაცხადა, რომ მის ინტერესში არ შედის მზია ამაღლობელის არათუ 4-დან 7 წლამდე, არამედ არც ერთი დღით პატიმრობაში დატოვება, თუმცა ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ მზია ამაღლობელის ქმედება კვალიფიცირდება როგორც პოლიციელზე თავდასხმა და 353 მუხლი ითვალისწინებს სწორედ 4-დან 7 წლამდე პატიმრობას. ასევე შეიძლება ითქვას, რომ ირაკლი გებუაძემ სტრატეგია დაუწუნა დაცვის მხარეს და თქვა, რომ თუ ამ სტრატეგიას მიყვებიან მზია ამაღლობელის გათავისუფლება შესაძლოა გაუჭირდეთ ადვოკატებს. ასევე მზია ამაღლობელმა სასამართლო პროცესზე ისაუბრა მის მიმართ უფლებადარღვევებზე აჭარის მთავარ სამმართველოში, კერძოდ კი ჟურნალისტმა განაცხადა, რომ ადგილი ჰქონდა მის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას, შეურაცხყოფას, საუბარია წყლის დალევის საკრძალვაზე, ასევე საპირფარეშოთის სარგებლობის შეზღუდვაზე. სიტყვიერ შეურაცხყოფაზე ირაკლი გებუაძის მხრიდან, თუმცა ბათუმის პოლიციის უფროსმა ყველა ზემოთ აღნიშნული ბრალდება კატეგორიულად უარყო და განაცხადა, რომ მზია ამაღლობელმა ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული ყველა უფლებით. ჩვენ ახლა შეგვიძლია პირდაპირ ეთერში მოვისმინოთ ეს კითხვა-პასუხი. ეს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით გაფორმებულია კონკრეტული ირაკლი გებუაძის ანტი-პიარი მიდის და ირაკლი გებუაძე პიარზე ნაკლებად ნერვიულობს პროფესიონალს ისეთი არ მადარდებს ეხლა ტელევიზორში მე ლოკაციითელს მაჩვენებენ თუ არა და თქვენი სამართლებრივი თქვენი განთავისუფლებისთვის ეს სტრატეგია არ მუშაობს. ეს პიარის იმიტომ რომ შულიძიებადი მაშინ არ არის მარტოს გეოგრაფიული ჩემი გასავარდიდან კენკიდებს და შემდეგ ამას გახვა ეს უცხოეთ კვალიფიკაცია. ანუ მე ვსწრებ თქვენგან შულიძიებას? ეს ახმა გაქვთ თქვენ? პირდაპირ გეუბნებით რომ ძალიან ცდებით, ჩემი ახმით, თქვენ დანაშაული ჩაიდინეთ. როცა დაკავებულს გელაპასუხეთ რამდენჯერმე შემოვარდით, მაგინეთ მაფხეთ თქვენ თანაშრომლებს ჩიაჩობადეს წლის მოწოდება უბრძალეთ, თითქმის ხალხს, მაგრამ მაშინ როცა თანაშრომლები აიცათ ის მოწოდებას ვერ ვეთავს, როცა თქვენ უბრძალეთ, ის შემდეგ ჩვენების მიცემასაც ვერ შეგიძლიათ, ხო? და ზოგადად არის ჩამდგარი, აი დერექაში ყოფებისთვის და კაში ყოფებს აუცილებლად შენ სარეკავში დაყვანას კი. ეს დანაშაული რამხოლოდ შეიძლება ამ დანაშაულის კვალიფიცირება. თუ სახი არ დავაბანინეთ ამ ადამიანს ტუალეტში არ ყოლია და ვაწამეთ და ასე ვქენით, მხოლოდ მესამე დღეს რატო გახდა ჩემთვის ცნობილი ცალსახად გეუბნებით, რომ ის უფლებებს ჩვენი მხრიდან დარღვევა ადგილს დარღვევას ადგილი არ ქონია. ეს იყო დღევანდელი სასამართლოს ხდომის ბოლო ნაწილი. მანამდე ირაკლი გებუაძე გამოკითხა როგორც ბრალდების მხარემ, ასევე დაცვის მხარემ და ჩვენ შეგვიძლია ახლა პირდაპირ ეთერში ვნახოთ მთელი დღის განმავლობაში რა ხდებოდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. ამ შეძახილების ფონზე თანხმლები დაცვით მოუწია სასამართლოს შენობაში შესვლა ბათუმის პოლიციის უფროს, სადაც დაკავებული ჟურნალისტის საქმეზე მთავარი მსხვერპლის სტატუსით მივიდა. თუმცა ეს ერთადერთი დისკომფორტი არ იყო, რაც ირაკლი გებუაძეს დღეს სასამართლოში შეექმნა. რამდენიმე საათის განმავლობაში მისი დაკითხვა შეძახილების ფონზე მიმდინარეობდა. მონა, ცრუმოწმე, ქუჩაში აქტივისტების შეძახილები პოლიციის უფროსის ხმასაც ფარავდა.
პოლიციის მხრიდან რაიმე განსხვავებული აზრის გამო, ან რაიმე კონკრეტული პროფესიის გამო პოლიციის მხრიდან იყო რაიმე გადაცნობა. შეგვიძლია გავაგრძელოთ. გებუაძის დაკითხვის საკვანძო ნაწილი მისთვის სილის გაწვნის ეპიზოდი იყო. ძალოვანი უწყების მაღალჩინოსანი დღეს სხდომაზე ამტკიცებდა, რომ ქალის მოქნეულმა ხელმა მას ტკივილი განაცდევინა. ერთხელ დამარხა მარჯვენა სახისავაში. საკმაოდ ძლიერი. მე განვიცადე ტკივილი. პოლიციელმა ჩვენებაში დეტალურად აღწერა მომხდარი და უკმაყოფილებაც არ დაუმალავს, რომ მისი გაწითლებული ლოყა საზოგადოებაში ხუმრობის საგნად იქცა. თქვა, რომ სიწითლე მისმა თანამშრომლებმა შეამჩნიეს, რაც მოგვიანებით სარკეში თავად გადაამოწმა. მოულოდნელ პოლიციის გუნდს ხაჩავს, მეუბნება ფრაზას, მე რომ დამაკავეთ და აი მოკაჩვის დროს ესეც კი ძალიან გამიკვირდა რა. ჩემთვის მიცემას ვაპირებდი, რომ ესე მომიწევი, მაგრამ ჩემთვის მიცემა არ დამცავდა. ბაშკული ხელი დამარტყა სახის არეში. ხელი მომკიდა მიმზიდა მისკენ. რამოდენიმე ჩემმა თანამშრომელმა აღნიშნა რა სახეზე ახერასი წითლე გაქვს, ყური წითელი გაქვს, ლოყა წითელი გაქვს. უნებრივია მე დავინტერესდი რომ რამჭირს სახეზე. ჩემს სამშობლო კაბინეტში ასვლის შემდეგ სარკემად შესასვლელში ჩავიხედე, ხონდა სიცოცხლე. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელი პატიმრობაში ერთადერთი საფუძვლით დატოვა დანაშაულის განმეორების საფრთხე. თუმცა გებუაძემ დაცვის მხარეს განუმარტა, რომ საფრთხეს თავად აღარ გრძნობს. სამაგიეროდ შესაძლოა მზია ამაღლობელი საფრთხეს წარმოადგენდეს პოლიციის სხვა თანამშრომლებისთვის. მე შეიძლება თავ ვეღარ დამისწრებს, მაგრამ დაპროტესტაციაში ზეულებაზე ამაღლებელი ცხოვრებას გააგრძელებს პოლიციელი სამხატვრო მუშაობენ. ის ნორმალური ქმედება შეუძლია ეს თავისუფლებას საფრთხეს დაარღვას. დავით თქვენს ის არის თუ არა ეს საფრთხე იმისა რომ ამ ბლოკში სიტყვით როგორც ამბობ მაგრამ ძერის ანუ ეს მუხარა თუ ეს მიუხედავად იმისა მე მხრიდან მუხარა დაცვის მხარემ დღეს გებუაძეს კითხვები იმ ვიდეო მასალაზეც დაუსვა, რომელშიც მუქარა და ამაღლობელის მისამართით გინება ისმის, მაგრამ ბათუმის პოლიციის უფროსმა ეჭქვეშ დააყენა, რომ ხმა მას ეკუთვნის. ასევე გამორიცხა მუქარაც. სამაგიეროდ ბოდიში მოიხადა ზოგადად გინებაზე, კონკრეტულად რომელ ეპიზოდზე გაურკვეველი დარჩა. შესაძლებელია ფაქტის აღწერის დროს კიდევ ერთხელ გეუბნები, როდესაც დამისვეს ბიჭებმა თქვენ რა მოხდა, შევიდნენ და ვიხმარე უცხოელი ციფრები, რომელზეც კიდევ ვიმეორებ, ეს არ არის თავისმოქმედება და ეს არ არის საამაყო. ძალიან ცუდია თუ ესეთი რამე ვიხმარე. ბოდიშვილი საზოგადოების და ყველას წინაშე თუ მე პირად საუბარში უცხოელი ციფრები ვიხმარე. დატოვებს ხდომის დარბაზი. დატოვებს ხდომის დარბაზი. დღევანდელი სასამართლოს სხდომის სრულფასოვნად გაშუქების საშუალება არ მიეცა ტელეკომპანია ფორმულას. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ჟურნალისტი და ოპერატორი დარბაზიდან იმ მოტივით გამოაძევა, თითქოს არხის სხდომას კანონდარღვევით პირდაპირ ეთერში გადასცემდა. არადა მასალა პირდაპირ ეთერის რეჟიმით არ გადაიცემოდა. მოსამართლემ გადაწყვეტილება მხოლოდ შესვენების შემდეგ შეცვალა, თუმცა დარბაზში მხოლოდ ჟურნალისტი დაუშვა.